იდეაში ის მსოფლმხედველობა, რომელიც მე ჩამოყალიბებული მაქვს რა, ცალკე ლიტერატურას როგორც უყურებ და ცალკე სამყაროს როგორც აღვიქვამ, იდეაში ეფუძნება ბერძნებს და ეფუძნება იმ ტრაგედიებს, რომლებიც წავიკითხე რა. მაგით არის უმნიშვნელოვანესი. ესქილეს ორესტეა, ალბათ ჩემი ფავორიტი ტრაგედია მაინც ესქილეს ორესტეა. მაგრამ აი სოფოკლეს ოიდიპოს მეფე კოლონოში და ეგორი ტექსტიც ძალიან მნიშვნელოვნად მიყვარს. აი მახსოვს ოიდიპოს კოლონოში რო წავიკითხე, ავტობუსში ვიჯექი, მაშინ დავამთავრე რა და აი ეს ავტობუსიდან მიხედავდი და რაღაც მომენტში რაღაც აზმა დამარტყა და ვახმით კი წამოვიძახე რა, ვიღაც ხალი შევაშინე კაროჩი. ძალიან მაგარია. ხო და მაგიტომ მიყვარს ბერძნული ტრაგედიები მე რომ აქ არსებული პერსონაჟები, იმიტომ რომ რაღაც მე სოციალური ელემენტები ჯერ ეგრე მძაფრად არ არის შემოსული შესაბამისად, პერსონაჟები უფრო თავისუფლები არიან რა, ანუ უფრო გახსნილები არიან და უფრო დიდი მიმდევრობა აქვს სამყაროსთან. ტაბუებს გულისხმობ. ხო, აი ტაბუები კი ბევრად ნაკლებია და თან ტრაგედიის პრინციპიც ხო იმაშია, რომ ანუ პერსონაჟი სჭირდება და მაგ ყველაფრის გარეშე ხო, სრულიად დაცლილი უნდა იყოს მაგ გამოცდილებისგან რა. უბრალოდ გამოცდილების აღქმისგან სრულიად დაცლილი უნდა იყოს. იმიტომ რომ საკუთარი თავის მაქსიმალური გამოვლინება შეძლოს იმ გასაჭირში, იმ უკუღმა სიტუაციაში, რომელშიც ღმერთები ჩააგდებენ რა. და აი გადათამაშებები უბრალოდ როგორც ხდება, მე ძალიან მიყვარს.